ბავშვი არ ვარ, მაგრამ თათიას აზრით მე ისევ ბავშვი ვარ. გადაწყვიტა თბილისი მოლში მოვიყვანე და კერძოდ Toy King-ში შევეყვანე. სადაც ჩემი შევქმნილი სასურველ სათამაშოს. აი ეს სათამაშო მივამსგავსე თათიას. თათია ხომ მგელივით გოგოა. იქ ბავშვებიო, ერთი ბავშვი იქ წავიყვანე, მეორე იქ წავიყვანე, ერთი ინგლისური აქვს, ერთი მათემატიკა აქვს, ერთი უნარები აქვსო და ზუსტად ამ სათამაშოს აქვს თათიასნაირად დაღონებული და გადაღლილი თვალები. დავიწყეთ ამ სათამაშოს შიგნიდან შევსება. უფრო ფუმფულა რომ გამხდარიყო. ამ მაღაზიას განსაკუთრებული ის აქვს, რომ შენ თვითონ ბერავ სათამაშოს, შენ თვითონ ურჩევ ტანისამოს და ასევე აქსესუარებს. რაღაცნაირად თათიას რომ უყურებდი, შემეცოდა. რადგანაც ამ სათამაშოს თათია დავარქვი და თათიას მივამსგავსე, თათიას ხომ არავის დანახვა არ უნდა არასდროს და შეურჩიე მზის სათვალეები. ასევე ფერადი კაბა, რადგან სულუკი ტანსაცმელიაცვია, ასევე პაწუკა ქოლგად შევურჩიე და ნაცნავები. თათიას ხომ გაუბედურებული თმა აქვს და ახლა მაინც კონდეს წესიერი თმა. ყველაზე მთავარი კიდე ვიცით რა არის? ხმოვანი აპარატი, რასაც ჩაწერ, იმას გაიმეორებს და როდესაც შიგნით მოათავსებთ სათამაშოში ამ აპარატს, ხელის დაჭერის შემდეგ იგივეს გაიმეორებს. თათია მეზისხები ბერგიდან მომბეზი ხოლმე თვალში ხდები ერთად ხვიტებს გადაკვეთები საქმეები ყველაფერი აბა ღმერთმანეთმა ღმერთმარაღა და ღმერთმანეთ შევახვედა ჩვენ და რა ვიცი 2026 წელი მინდა რომ ხალხო ბედნიერი წელი იყოს და თათია მინდა რომ ჩემი ცხოვრებიდან გაქრეთ უღმერთი ისურვებს ამას რომ გაქრე თვალე და ჩაქრე ნუ როგორც ყოველთვის თათია გაიბუტა და გაიქცა მაგრამ გაკიდებას აღარ ვაპირებ რადგან ჩემი გეგმაც ეს იყო რომ ურთიერთობა დასრულდეს